დაასწროთ მაჩვენებელს. Ყველას მოგესალმებით, მე ვარ აირონ ლაშა და დღეს გვექნება ძალიან საინტერესო ვიდეო. მეცნიერულად როგორ გადავწყვიტოთ ვართ საუკეთესო ფორმაში თუ არა. ამისთვის ჩვენ დაგვეხმარება ესეთი პულს საზომი, რომელსაც აქვს ასევე სატურაციის, ანუ ეს ნიშნავს რა რაოდენობით ჟანგბადი მიეწოდება სისხლს ამის მაჩვენებელი. პირველ რიგში არის სამი ფაზა. პირველ ფაზაში ეს არის დამშვიდებულ მდგომარეობაში უნდა გავზომოთ პულსი და სატურაცია. ეს თქვენ შეგიძლიათ ესეთი აპარატით გააკეთოთ, ან უბრალოდ პულსი გაზომოთ 1 წუთში რამდენი დარტყმა არის. შემდეგ, როდესაც ჩვენ გავაკეთებთ ფიქსირებას დამშვიდებულ პულსის დროს, დამშვიდებულ მდგომარეობაში როგორი პულსი და სატურაცია გაქვთ, შემდეგ გვეწყება დატვირთვა. თუ თქვენ ხართ მოკრივე, ეს იქნება სპარინგი, თუ ხართ ფიტნესში ან სირბილში, ეს იქნება ის მონაკვეთი ვარჯიშის, რომელიც თქვენ უნდა გააკეთოთ მაქსიმალური ინტენსივობის. და შემდეგ, როდესაც ეს მონაკვეთი მორჩება, აი დაუშვათ, მე აზიდვების მაგალითზე გავაკეთებ ამას. თავიდან მე ვიზომავ პულს და სატურაციას დამშვიდებულ პულსზე, შემდეგ ვაკეთებ 30 წამი 3 მისვლა აზიდვები და ამის შემდეგ ეგრევე ვიზომავ პულს, ვნახულობ რამდენად გაიზარდა და შემდეგ უნდა გავიდეს ზუსტად 1 წუთი, რომ ვნახო რამდენად ჩადგა პულსი. თუ პულსი მაქსიმალური დატვირთვის მერე 1 წუთში ჩავიდა ქვემოთ 30, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ხართ იდეალურ ფორმაში. თუ ჩავიდა 15, ეს ნორმალურ ფორმაში, თუ დარჩა მაღალი, ეს ნიშნავს, რომ ჯერ კიდე კარგ კონდიციებამდე ცოტათი გიკლიათ. მოდით მაგალითზე გაჩვენებ თუ როგორ ხდება ეს. მშვიდ მდგომარეობაში ახლა მე მაქვს სატურაცია 95, ეს არის ნორმა, პულსი მაქვს 96-95. ოდნავ შეხურებული ვარ, ამიტომ შედარებით მაღალი პულსი მაქვს. მე გავაკეთე 4 მისვლა 30 წამიანი აზიდვები და 30 წამი შესვენება. ანუ ეს არის საკმაოდ მაღალი დატვირთვა და ინტენსივობაც არ არის დაბალი. თქვენ შემთხვევაში შეიძლება ეს იყოს სირბილი, ჭიდაობა, ბოქსი, არ აქვს მნიშვნელობა. ეხლა ეგრევე ვიზომავ პულს. ეხლა პულსი არის 96 არის სატურაცია და 135 არის პულსი. ჩვენ დავინიშნოთ ეხლა დრო, ზუსტად 1 წუთი უნდა გავიდეს და თუ 35-დან ჩამოიწია 110-ზე 1 წუთში, ეს ნიშნავს, რომ ძალიან კარგ ფორმაში ვარ. ანუ 25-30 მაჩვენებელით. თუ ჩამოვიდა 15-ით, 10-ით, ეს ნიშნავს, რომ საშუალო ფორმაში ვარ და აღდგენა ხდება ნორმალურად. თუ დარჩა ისევე 130, 135, ან შეიძლება კიდე უფრო მაღლა აიწეს, ეს ნიშნავს, რომ აღდგენა ცუდი არის და უნდა დავხვეწო ეს ჩემი მომზადების ასპექტი. აი დრო მაქვს დანიშნული 20 წამი დარჩა და გავიზომოთ ხელახლა პულსი. 10 წამიც და შეგვიძლია გავიზომოთ. პულსი ჩამოიწია 20 მაჩვენებელით, ეს ნიშნავს, რომ მე მაქვს საკმაოდ ნორმალურზე ბევრად კარგი აღდგენა. 96 არის ჟანგბადის, ანუ ოქსიჯენის რაოდენობა სისხლში, 115, 118, რასაც ახლა აჩვენებს, ეს არის პულსი. პულსი არის ზუსტი მაჩვენებელი. შეიძლება სპორტსმენმა თქვას, რომ მე თავს ვზნობ კარგად ან ცუდად, მაგრამ ზუსტი მაჩვენებელი თუ როგორ ფორმაში და როგორ პერფორმანსი აქვს სპორტსმენს, არის ზუსტად პულსი. ასევე დამატებით, როდესაც გავა 5 წუთი, მე კიდე უნდა გავიზომო პულსი და თუ პულსი უდრის იგივე პულს, როგორც მე მაქვს მშვიდ მდგომარეობაში, ეს ნიშნავს, რომ მე მაქვს კარგი აღდგენა. თუ პულსი რჩება 5 წუთის შემდეგ მაღალი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ უკვე ქრონიკული გადაღლილობა და ჯობია რომ დაისვენოთ.
ეს თქვენ გამოგადგებათ შერეულ ორთაბრძოლებში, სირბილში, ფიტნესში, პაუერლიფტინგში, ამიტომ გამოიყენეთ. გამოიწერეთ ჩემი არხი, აუცილებლად Instagram არხი, YouTube არხი და დატოვეთ თქვენი კომენტარები. ასევე 5 წუთის შემდეგ უნდა გაზომოთ პულსი, თუ უდრის იგივე პულს, რაც მშვიდ მდგომარეობაში, ეს ნიშნავს, რომ თქვენი აღდგენა ხდება კარგად, თუ დარჩა მაღალი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ხართ გადატვირთული და გჭირდებათ დასვენება, რადგანაც სავარაუდოდ ქრონიკულ გადატვირთვაში შეიძლება გადაიზარდოს.